თუკი ანასტასია ზინოვკინას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარდება, ის შიმშილობის დაწყებას აანონსებს. მიმართავს თუ არა სინდისის პატიმარი პროტესტის უკიდურეს ფორმას, სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად ოპერატიული რეაგირება იქნება მის თხოვნასა და მოთხოვნაზე. როგორც ადვოკატები ჩვენთან საუბრისას ადასტურებენ, მას აქვს ხერხემლის პრობლემები, აქედან გამომდინარე აქვს გაუსაძლისი ტკივილები და სწორედ ამიტომ ესაჭიროება, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ექიმი და კვალიფიციური ადამიანები ამ პროცესში, რადგან ციხის პირობებში შეუძლებელია მისი მკურნალობა და ზედამხედველობა არაერთი თვალსაზრისით. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ადვოკატები აქცენტირებენ იმაზე, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მის ჩაგვრასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს ზინოვკინა, რადგან მას გასულ კვირას თუნდაც არ მიეცა დედასთან შეხვედრის საშუალება, რომელიც საგანგებოდ შვილთან ჩანიშნულ პაემაზე ჩამოვიდა დედაქალაქში, თუმცა ის აეროპორტიდან ისე გააბრუნეს სხვათა შორის სხვისივე ნაყიდი ბილეთით, რომ ანასტასია ზინოვკინასთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. აწუხებს ხერხემალი, ვერ ჯდება, ვერ წვებ, ანუ ძილის დროსაც აწუხებს ეს ტკივილი. ის ითხოვს, რომ მას ჩაუტარდეს სრული სამედიცინო გამოკვლევა, რომ მას მიეცეს სრულად სამედიცინო მომსახურება, ასევე ციხემ გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც გასცემს ექიმი. რა პირობებშიც უწევს ანასტასიას ყოფნა არის მისი ჯანმრთელობისთვის სერიოზულად დამაზიანებელი. როგორც იმ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ჰქონდა აქამდე, ანუ ხერხემლის პრობლემასთან დაკავშირებით, ასევე ფსიქოლოგიურადაც. ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ სახალხო დამცველმა მოახდინოს ზედამხედველობა პენიტენციურ დაწესებულებაზე. მოუწევს თუ არა ანასტასია ზინოვკინას პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიმართვა, ეს სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, მას გადაიყვანენ თუ არა შესაბამის დაწესებულებაში და ჩაუტარდება თუ არა სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, მანამდე კი ადვოკატები გარდა პენიტენციური სამსახურისა ასევე მიმართავენ სახალხო დამცველის აპარატს, ფიქრობენ, რომ აუცილებელია ზედამხედველობა სწორედ ამ ორგანომ განახორციელოს აღნიშნულ საკითხზე და რა თქმა უნდა სთხოვენ სახალხო დამცველს, რომ მიადევნოს თვალყური ამ ამბავს, რათა ანასტასია ზინოვკინას უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ზინოვკინას ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ მას აქვს გართულებები, აქვს სერიოზული ტკივილები ხერხემლის არეში. აქედან გამომდინარე ისინი ითხოვენ სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებასა და გამოკვლევებს იმისთვის, რათა პატიმარს სათანადო კურსი ჩაუტარდეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.